საქართველოს აშანტაჟებენ ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხორვატიის პრეზიდენტმა თბილისიდან თქვა. ზორან მილანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისიც დაადასტურა, რამდენად უცნაურია რუსეთის აგენტობას აბრალებდა ქვეყანას, რომელსაც ამ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობაც არ აქვს და რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. ევროპელი მინისტრები თბილისის მიტინგებზე ხორვატ ლიდერს არც ეს გამორჩენია. საქართველოს პრეზიდენტმა კი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირთან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად ურთიერთობის ნორმალიზების იმედი გამოთქვა. შეხვედრების შედგა მთავრობის მეთაურთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. მაკულა აბულაძე გვერდება ვიზიტის შესახებ მეტი ინფორმაციით. მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს სტუმრის თამამი კრიტიკა თბილისიდან ბრიუსელის მისამართით ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი და კონკრეტული გზავნილებით ჩამოსული ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი პირი. ევროპელ მაღალჩინოსანს ამ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე საუბარიც არ დავიწყებია. წინ დიდი საერთო გეგმებია. მანამდე კი ყველა შეხვედრაზე ზორან მილანოვიჩმა თქვა, რომ ნამდვილი ევროპის ხმა სულაც არ არის ის, რაც ხშირად ბრიუსელიდან ისმის. საერთო ღირებულებები, ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის სიმტკიცე, სამშვიდობო პოლიტიკა და გზა ევროპული ოჯახისკენ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ხორვატიის პრეზიდენტთან ქართველ კოლეგას სათქმელი ბევრი ჰქონდა. ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, განაგრძობს განვითარებას და ელოდება სამართლიან დამოკიდებულებას ბრიუსელისგან. ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, რომ მრავალწლიანი მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ ახლა ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები. ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ყოველთვის მზად ვართ გავაგრძელოთ ურთიერთობები ნებისმიერ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ რა დამოკიდებულებითაც არ უნდა იყვნენ ევროპელი ბიუროკრატები. საქართველოს ბოლო წლების მანძილზე სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა, რისი დამსახურებაცაა ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ჩვენი ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობისა და სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, ამას მოწმობს საქართველოს ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ევროპელი მაღალჩინოსანი ევროპიდან საკმაოდ ხმამაღალი განცხადებით ჩამოვიდა. ზორან მილანოვიჩი ბრიუსელისა და ევრობიუროკრატების კრიტიკას არ მორიდებია. ხორვატმა სტუმარმა საჯაროდ თქვა, რომ საქართველო ახლა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან მორალური შანტაჟის წნეხის ქვეშ არის და რომ ბრიუსელი მიკერძოებულია. ხორვატიის პრეზიდენტისთვის გამოუგნებელია ის ბრალდებებიც, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ პრორუსულობასთან დაკავშირებით ისმის. თქვენი ქვეყანა აღმოჩნდა შეუძლებელი დილემების წინაშე და ძალიან ცინიკური გზით, როგორც ბატონი ყაველაშვილი ამას ეძახის. ამას აკეთებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არ მივცემ უფლებას ხორვატიის სახელით ილაპარაკონ. ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს ეს პოლიტიკოსები, რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში. ყველა პარამეტრის თვალსაზრისით საქართველო წარმატებით ვითარდება. ქვეყანას ბარიერს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ. აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ამ ქვეყანას. ხდება ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა. სახელმწიფო ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ასეთი პოეტი, ამავე დროს ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩნდა ასეთი დონის ლიტერატურა, ხელოვნება და წერდნენ ქაღალდის ფურცლებზე. ორი ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე სტუმარმა მთავრობის მეთაურთან ისაუბრა. პრემიერ-მინისტრისთვის ეს ვიზიტი მომავალი წარმატებული თანამშრომლობის კარგი დასაწყისია. ჩვენმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე და საერთო ერთგულება პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისადმი. ხორვატიის პრეზიდენტს უმასპინძლა პირველმა კანონმდებელმა სტუმარმა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზეც ილაპარაკა. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ხორვატია საქართველოსა და მისი ხელისუფლების მტკიცე მხარდამჭერია.
ოფიციალური თბილისისთვის ევროპელი მაღალჩინოსნის სოლიდარობის ჟესტი და ბრიუსელის მხილება სრულად აშიშვლებს იმ მართლაც დაუმსახურებელ დამოკიდებულებას, რომელიც ევრობიუროკრატიას საქართველოს მიმართ აქვს. ობიექტური და სამართლიანი ევროპა ქართული მხარისთვის დღეს თბილისში ჩამოსული ხორვატის სტუმრის გზავნილში ჩანდა. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იარლიყების მიწებება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება, ან რუსეთის ინტერესებს ატარებს. ეს ყველაფერი არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონმა მილანოვიჩმა დაადასტურა. მაშინ, როდესაც საქართველოს ყოველდღიურ რეჟიმში იგერიებს ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატების უსამართლო შეტევებს და კრიტიკას, აი სწორედ ეს არის ევროპის ხმა, სწორედ ეს არის ევროპელი მოქალაქეების ხმა და ევროპული ინტერესები, რომელიც ხორვატიის პრეზიდენტმა გააჟღერა. საქართველოს-ხორვატიის ურთიერთობები მზარდია და დინამიურად ვითარდება და ერთ-ერთი ამის ნიშანი არის ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. მოახსენებად, რომ ხორვატია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ზორან მილანოვიჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ხორვატიის პირველმა ლედიმ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ მუზეუმში საჯარო ლექცია ჩაატარა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზეც ისაუბრა. საქართველოს პირველმა ლედიმ სანია მუსიჩ მილანოვიჩს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა. სტუმარმა ოქროს ფონდი, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების საგანძური დაათვალიერა და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნო. ხორვატიის პირველმა პირმა დელეგაციის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი. ზორან მილანოვიჩი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. სტუმარი პირველ ოფიციალურ ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში ხვალ დაასრულებს.